პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზანი ელენე ხოშტარიამ შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს გაამხილა. ოპოზიციონერმა შიმშილობა იმ კოლეგა ოპოზიციონერებს გამოუცხადა, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ. ხოშტარია ამბობს, რომ თუ ბოიკოტი ერთსულოვანი იქნება, ის შიმშილობას შეწყვეტს. ჩემი შიმშილობა არის განაცხადი. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით, ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ მე ასე დავაფიქსირე. სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით. ერთობა რეჟიმთან არათანამშრომლობის იდეის გარშემო. ეგრეთ წოდებული არჩევნების დელეგიტიმაცია, პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით. მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას. შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არც 1 მილიმეტრით. ხოშტარიას მოთხოვნის ადრესატები ლელო და გახარიას გუნდია, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ გაცხადებული აქვთ. ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ხოშტარიას შანტაჟი მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ რბილად რო ვთქვათ, არის უბრალოდ გაუგებარი. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ ოპოზიციას აიძულოს რაღაც ქმედებისკენ, ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს ოპოზიციას, არათუ არ ასუსტებს რეჟიმს, არამედ პირიქით ამ რეჟიმს ეხმარება. ერთადერთი ვინც ხოშტარიას შიმშილობის საფუძვლით კმაყოფილია ნაციონალური მოძრაობა. ამტკიცებენ, რომ საერთო პოზიციის მისაღწევად მსგავსი რადიკალური ნაბიჯებია საჭირო. ელენე ხოშტარიას შიმშილობა სარკეში ახედებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ წარმოუდგენია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა შესაძლებელია რეჟიმის თამაშის წესებისვე. ამიტომაც ეს არ არის არანაირი ან შანტაჟის ენა, ეს არის პირიქით კიდევ ერთი მცდელობა იმისი, რომ ყველა ადამიანმა ოპოზიციურ ფლანგზე გააცნობიეროს, რომ დღეს არ არის არანაირი პარტიული ინტერესის დრო. ხოშტარია არის გამოცდილი პოლიტიკოსი, მან იცის რასაც აკეთებს, ისე რომ უნდა გითხოთ ხოშტარიას მაგით. მე მგონი ძალიან სწორ გზაზე დგას. ხოშტარიას შიმშილობის მიზანი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი განხეთქილებაა. სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში ასეთი პროტესტის პირველი პრეცედენტი ქართული ოპოზიციის მდგომარეობას ყველაზე კარგად აღწერს. პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ეს რამე ჯერ მეგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ესეც მეტყოლებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ჩვენ ქუჩაში ყავს ოპოზიციის შარჟი. ეს არის სინამდვილეში, რაც გაშარჟებულია საერთოდ ოპოზიციის არსი იმ ოპოზიციის, რომელიც ქუჩაში არის პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილი გამოუცხადა ოპოზიციას. აი ამ დონეზე დაიყვანა უცხოების მორჩილება ეს ხალხი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს თუ რა მდგომარეობა არის ოპოზიციაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ისეთი პოლიტიკური პარტიები, ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, უბრალოდ მათი ერთობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია უბრალოდ. მე მესმის, რომ თავიანთი პატრონები გარედან ცდილობენ, რომ მოხდეს რაღაც გაერთიანება, რაღაც შეიქმნას ერთი პლატფორმა, სადაც ყველანი ერთად იქნებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციას დიდ დილემად ექცა. 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან 2-ს მონაწილეობა სურს, 2-ს კი არა. ამ 2-ის გადაბირებას კი ელენე ხოშტარია შიმშილობით ცდილობს.